გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტი ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს გენდერის საჭიროებებს და რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს იქ და იმ პროგრამებს, რომლებიცაც არგებს, ატარებს ამ ჭრილში. ხა გენდერული ბიუჯეტირება არ ეკითხება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალებს, იმიტომ რომ მამაკაცებსაც ისევე სჭირდებათ მათზე მორგებული ბიუჯეტი, როგორც ქალებს. როდესაც სკვერების, სხვადასხვა გასართობის სივრცეების რეაბილიტაცია ხდება, უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის ეტლით გასეირნების სივრცეები, საფენის გამოსაცვლელი სივრცე, საპირფარეშო, ქალთა და მამაკაცთათვის, ანუ ესეთი რაღაც ელემენტარული რაღაცები, რაც ადამიანს სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ამ კუთხით შშმ ქალები არიან მოწყვლადები, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ შშმ ქალთა ალიანსმა მიგვეღო ევროკავშირის ქვეგანტის კონკურსში მონაწილეობა და ცვლილებებით ანაბარი უფლებებისათვის ორგანიზაციიდან მივიღეთ გრანტი, ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც გამოჩნდა, რომ სამწუხაროდ შშმ ქალებს და მათი ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის გენდერული ბიუჯეტირება საერთოდ. შესაბამისად, ისინი არც ითხოვენ გენდერულად სენსიტიურ ბიუჯეტს ჩართულობის ფორმატში და მეორე ის, რომ იმდენად ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა აქვთ, რომ ვერ ფიქრობენ რაღაც მომენტში უფრო მაღალ მატერიებზე, ვიდრე დავუშვათ ელემენტარული ყოფითი პრობლემების დაფიქსირება. ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც სექსუალურ-რეპროდუქციული ჩამრთველობის უფლება აღიარეს, ესე ვთქვათ და თქვეს, რომ ანუ არა აქვთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ჩვენ ჩავატარებთ ტრეინინგები ინკლუზიური ქალთა ჯგუფისთვის, არა მარტო შშმ ქალებისთვის, რათა გენდერულად სენსიტიური გაგვეხადა უფრო ბათუმის ბიუჯეტი და მიგვეწოდებინა სწორი რეკომენდაციები ბათუმის მერიისთვის, რომ 2025 წლის ბიუჯეტი, ასე ვთქვათ, ყოფილიყო მეტად სენსიტიური, ვიდრე ახლა, მაგრამ 2024 წელს განვითარებული მოვლენების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს მოგვიწია გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრობის დატოვება, მთავრობის წარმოებული ნარატივის გამო ვეღარ მოახდენთ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას, მოხდება ამ რეკომენდაციების პრეზენტირება ჩვენი თემის წევრების და სხვა საზოგადოებისთვის მომდევნო კვირაში და როგორც ასე ვთქვათ, მოთხოვნების ფურცელი რაღაც ესე ვკუთხით, ესე გაიგზავნება ბათუმის მერიაში და არა როგორც მეგობრული რეკომენდაციის ფორმა. ნორმალურ სხვა პირობებში რო სრულდებოდეს რეკომენდაციები, იმისი, რასაც დავუშვათ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები აწვდიან, თუნდაც მისაწვდომობის კუთხით, უნივერსალური დიზაინის კუთხით, ინფრასტრუქტურაში თუ შევეხებით ყველაზე ელემენტარულს, აქ კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ვნახავთ, რომ ხიდი, რომელიც 25 მილიონი დაჯდა, იქნებოდა მისაწვდომი ყველასთვის. მაგალითად, დასასვენებელ სივრცეებში, როდესაც ეტლით მოსარგებლე ვერ შედის, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ჩვილი ბავშვი რო ეყოლება დედას ბავშვის ეტლით, ისიც ვერ შევა. ადაპტირება და უნივერსალური დიზაინი აშენების დროს ჯდება მშენებლობის ღირებულების 1% და გადაკეთება შეიძლება 50%-ზე მეტი დაჯდეს. და სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი გიცავს დამატებითი ხარჯებისგან და გიცავს არასწორი ხარჯვით გამოწვეული პრობლემებისგან, იმიტომ რომ ბევრჯერ არის ხო შემთხვევა, რომ რაღაც არასწორად გაკეთებული მასაჟი, არასწორად გაკეთებული ვარჯიში შემდეგი ომში რაღაც სხვა პრობლემებს იწვევს, ასე ვთქვათ.